თუ გონია რომ მთელი სამყარო შენ წინააღმდეგ არის, თუ თავს გრძნობ ყოველთვის უსამართლო სიტუაციაში, თუ გონია რომ სულ უსამართლოდ გექცევიან ადამიანები, მაშინ ეს ვიდეო შენთვის არის და გირჩევ ბოლომდე მოსმინო. ახლა რატომ მომინდა ამ ვიდეოს ჩაწერა? გამიჩნდა ამ ვიდეოს ჩაწერის სურვილი, იმიტომ რომ დღეს მე გამოვედი მწყობრიდან, ვტიროდი, ვყვიროდი და ასე შემდეგ და რის გამო კლავ ვიგრძენი უსამართლოდ თავი და გადავედი თვით თავდაცვის რეჟიმში. ახლა საიდან მოდის ეს? ანუ რატო გვიწევს ხოლმე, რატო გვიჩნდება უსამართლობის წინააღმდეგ გაბრძოლების, ან ასე შემდეგ თავდაცვის სურვილი, იმიტომ რომ ბავშვობაში არასწორად გვექცეოდნენ მშობლები. ყვავდა ტრამვირებული ნარცისი მშობლები. ანუ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ვარ და ასე მსხვერპლი რომ გამოვლილი გოგოს ოჯახური ძალადობა და ასე შემდეგ. ნახეთ, ესე იგი მამაჩემი გახლდათ ნარცისი, ანუ ყველაფერი მის გარშემო ტრიალებდა. ის იყო ცენტრი სამყაროსი. დედაჩემი ვერ გაჩერდება მამაჩემთან, თუ აი ეს თვითონაც შიგნით ასეთი ხილული არ იყო მამაჩემის მსგავსად, თუმცა თუ არ ეკნებ თვითონაც თუ არ იყო ნარცისი ვერ არ არსებობს, ვერ გაჩერდებოდა მამაჩემთან. და ნახეთ ამ ყველაფერს როგორ ავლენ და ეხლა მამაჩემი ძალადობით, დედაჩემი მამაჩემი ფიზიკურად ძალადობდა, დედაჩემი ფსიქოლოგიურად. და ნახეთ, თუნდაც ის რომ მე ვაკეთებ ყველაფერს შენთვის, აი ესე ზედმეტად მზრუნველი დედები რო არის, ესე იგი მე ვაკეთებ ყველაფერს შენთვის, ყოველთვის მეუბნება რომ ის ცუდი იყო, სამყარო არ იყო დაცული და ნახეთ ყველაფერს აკეთებდა რომ ვინმეს არ გამჩნევდა, ვინმეს მიმართ სიყვარული, მეგობრები, ღმერთო ჩემო, ერთხელ ხელი ჩემო ხო მარტო ეს გოგო რატომ მომიყვანე? არ მოწონდა ის გოგო. ან ნახეთ, ფრუხტესაც მიხვდებოდა რომ ვიღაცა მიყვარდა, ეგონა რომ შიში იყო, გესმით, ეგონა რომ მას მოვაკლებდი ყურადღებას, ეგონა რომ ასე შემდეგ და ამიტომ ცდილობდა რომ შევენარჩუნებინე, არადა შვილს რა შენარჩუნე, შვილი ყოველთვის შენი არ არის. და მოკლედ, იმიტომ რომ ტრამვირებული იყო თავად და აი ეს ნარცისიზმის გამო ამ ყველაფერს აკეთებდა რომ ოღონ შიში იყო, გესმით, რომ მარტო არ დარჩენილი იყო რაღაცა და ცდილობდა, ნახეთ, აი ბიჭებს მაგალითად მშობლები ის არ ვარგა, როგორმე არ დაკარგონ შვილი. ანუ არ დაკარგონ, შვილი შენი არის, კაცო. ჩანსახი სიყვარული რას გესulis ხო, თავისუფლებას გაძლევ. გესმით? ანუ კი, მიმართულებას გეუნები მაგალითად აწონ-დაწონე შენ, მაგრამ არა ის ცუდია და რეალურად ვინც კარგი არის შვილისთვის, კარგავენ სიყვარულს, სიმართლეს, ჭეშმარიტებას და ისეთ მორევში ვარდებიან ეს ბიჭები თუ გოგოები, საიდანაც ამოსვლა არის შეუძლებელი. მაგალითად დედაჩემმა ჩამიდო რომ აი მარტო ხელა გააჩინე ისე შვილი, მარტო ხელა დედა ის რატო რომ არ გამეზიარებინა სიყვარული, ეგონა რომ რატომაც მისგან ის აღარ მეყვარებოდა და მეყვარებოდა ჩემი მეუღლე, ან მეგობარი და ამიტომ დღეს ვარ უმეუღლო ადამიანი. გესმით? და ნახეთ, არასდროს არ გრძნობდი თავს და ასეთ ადამიანთან, ნარცის მშობლებთან ვერ იგრძნობ თავს დაცულად, ხო? კიდევ ერთხელ და შემდეგ ნახეთ, იმის გამო რომ დაცულად არ გრძნობდი თავი, აი მეუნებოდა რომ აი ის ნახე, დედაჩემს კიდე ტკივილი რა ქონდა, იცით, ფული ქონდა, მერე დაკარგა, აი ნუ ნარცისი ახლა მოუწია რომ შეეცვალა, ეთამაშა რაღაც როლი, გესმით? ანუ სხერპლის როლში გადავიდა და ასე შემდეგ და ნახეთ, ესე ყველასთან აი ესეთი იყო, მერე ასე იყო თავიდან და მერე ესე გაჭირების გამო და მეუნებოდა რომ აი იმას და ჩემ ნათესავებს ყველას ფული ქონდათ და უბრალოდ წინ მიდიოდნენ, დედაჩემი უკან და თავისი ტრამვების გამო, არ მოშუშებული ტრამვების გამო, სხვა რამის გამო კი არა. და ნახეთ, და რა მეუნებოდა რა იმას არ უნდა ნახე, მანქანით არ მომიყვანა, იმას არ ვუნდივართ, არ გვეცახიან, იმიტომ არ გვაქვს ფული. ამან კიდე ფულთან არ ჯანსაღი ურთიერთობა და გამოიწვია ჩემი და არა ჯანსაღი მქონდა ყველაფერში ურთიერთობა. ყველგან და ყველაფერს მიმართ ვიყავი არაჯანსაღი. შესაბამისად
ყოველთვის რადგან აი ესე უსამართლო მეკცეოდნენ და ეს თქონდა დამახსოვრებული ისეთ სიტუაციებს ქმნიდი მე თავად სადაც თავად რა კი ანუ ესე მე ვიჯექი და ოხ მომექცე ახლა უსამართლო არა ისეთი სიტუაციები იქმნებოდა ჩემ გამო რომ მომეშუშებინა ეს ტრავმა ანალოგიურად მოხდა დღესაც გესმით ანუ თუ სულ ერთი და იგივე რაღაცა ხდება თქვენ ცხოვრებაში. ერთი და იგივე ტკივილი. ადამიანები იცვლებიან, მაგრამ ტკივილი არ იცვლება. იმან გატკინა უსამართლო მოგექცა, მერე გამოჩნდა ის, იმას გონია რომ ოხ ის მაინც დამეხმარება, ისიც უსამართლოდ მოგექცა, ნიშნავს რომ ადამიანები შეიძლება შეიცვალონ, მაგრამ ტკივილი ერთი და იგივე არის, ნიშნავს რომ თქვენ გაქვთ რაღაც გამოსასწორებელი საკუთარ თავში. ანუ თქვენში არის რაღაცა ტკივილი, რაც იზიდავს ისეთ ადამიანებს, ვინც ხელმეორედ გატკენთ თქვენ. შესაბამისად, ყოველთვის ახეთ დღეს ძალიან ბედნიერი ვიყავი რაღაც, აი გაზიარება მინდოდა სიყვარული პირობის სიყვარულს უზომოდ აი ძალიან ბედნიერი ვიყავ და უცბად დამნაცხდი და მადლიერი ვარ ამ დღეს და რატო? ეს კი მიმახვედრა რომ უსამართლობ ჩემში არსებული ბავშვი პატარა მე რომელიც უსამართლოდ გრძნობდა თავს რომელიც შეშინებული იყო მანიპულირებდნენ მასე და ასე შემდეგ და უწევდა თავ დაცვა გესმით ნახეთ ამ დროს რა ხდება როდესაც მაგალითად ან მსხვერპლი ხდება ადამიანი და მორჩილი ხდება და იმ საკეთებს არ მოიყვანო ის ცოლად ცუდი არის არა და არ უნდა რომ ხედავ შულს უყვარს და გონია რომ დედას გონია რომ წაართმე ანუ ის გოგო წაართმევს სიყვარულს და ებღაუჭება, იმიტომ რომ თვითონ არ აქვს სიყვარული შიგნით და არ არის მთელთ ასეთ დედას შვილიც არ უყვარს, არც ის ბიჭი უყვარს და ნუ თუ ბიჭი ყავს შვილი, თუ გოგო ყავს შვილი, აი შემთხვევაში გოგო ანუ არ იყო ეს სიყვარული, გესმით, სიყვარული თავისუფლება არის, უპირობოდ მიღება ერთმანეთის. აი ეს არის სიყვარული. და არა ის არ მოიყვანო ცოლად, იმას არ გაყლა, იმიტომ რომ მეშინია მარტო დარჩენის. ჩემ შემთხვევაში მაგალითად მე მორჩილი არ ვიყავ, მე ძალიან აგრესიული ხომ, მე ძალიან აგრესიული გავხდი, მე სულ თავდაცვის რეჟიმში ვიყავი, რომ როგორმე ანუ გადამერჩინა თავი გესმით და ანუ და მე რას ვაკეთებდი ამის გამო სიტუაციებს ხო ვიზიდავდი ისეც ანალოგიურს რაღაცით ხო უნდა მოიშუშო, ანუ იგივე სიტუაციებში გაგდებ სამყარო, რომ მოიშუშო ეს გაზარდო შენი ბავშვი ხო ემოციურად და ფიზიკურად ისედაც ვიზრდებით. ხო და ნახეთ და რას ვაკეთებდი და მე აგრესიული ვიყავი რაღაც და კი არ ზრდით, იმიტომ რომ ვერ ხვდებოდი ჯერ ზეცდრო ტრამვირებული ვიყავი, ამას ახლა ხვდები, ხო? და ესე იგი სულ ვიბრძოდი, სულ აგრესიული ვიყავი და სულ ამ ესე იგი უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი და რაღაც სისულელე რეალურად უნდა გავზრდი, ემოციურად უნდა გავზრდილიყავი. გესმით? ეს იყო აუცილებელი და შესაბამისად იგივე სიტუაციები, სადაც უსამართლოდ ვინმე მომექცეოდა, აღარ იქნებოდა. და ნახეთ, ამის გამო რომ სულ ვიბრძოდი ვითომ ხმე სამართლიანი ვარ და რაღაც სისულელე ვანგრევდი საკუთარ თავს. ვანგრევდი აბა სულ ამხელა ამ აგრესიაში რო ხარ, ანგრევ და გონია რომ კი ანუ მართალი ხარ შენ, მაგრამ ნახეთ იგივე სიტუაციები ახარ იქნები იგივეში ისეთი ადამიანები მოვლენ რომლებთანაც არაფრის მტკიცება არ იქნება აუცილებელი რადგან ისინიც იქნებიან თავისუფალნი მშობელთა შთაგონებები ამბებისგან თავისუფალნი იქნებიან შესაბამისად გაუგებთ ერთმანეთს და ახარ გეტკინება და აღარ გატკენს იქნებით ჰარმონიაში თავისუფალნი აი ასეთი ადამიანები იქნებიან ჩვენს გვერდით მაშინ როდესაც განთავისუფლდებით ტკივილისგან როდესაც ჩვენში არსებულ ბავშვს გავზრდით ახლა რატო არის ის ადამიანი რატო გვექცევა უსამართლოდ მოდით განვიხილოთ ეს სანამ ამას განვიხილოთ მახსოვს ჩემი კიდე აი როგორ დანაშაულის შეგრძნებას იწვევდა რა აი ამასაც ცდილობდა ჩემს დამორჩილებას ნახეთ რომ არ წავსულიყავი მისგან და ასე შემდეგ არა და როდესაც არა ჯანსახი უფრო გინდათ გარემო უფრო გინდა ხო წასვლა აი ეს შლებოდა და ამიტომ და შევიყვარო ჩოგლებმა საკუთარი თავი რო შვილებს არ ავკიდოთ ამხელა ტრამვაი იმიტომ რომ ყველა ვერ შეძლებს აქედან გამოსვლას ეს გასაცვალისწინებელი არის და
ნახეთ რას მომდებოდა ხო აი შენ გამოხდება ეს ყველაფერი აი შენ გამო დამემართა ეს აი შენ აი ხლა ცუდად გავხდი იმიტომ რომ შენ დანაშაულის გრძნობას მიჩენ და ღმერთო ეს იცით რა დაბალი ვიბრაცია არის როგორ ვიქნებით რამის შემოქმედი ბედნიერი როდესაც საკუთარი მშობელი თავის წარუმატებლობას თავის ცუდად ყოფნას რომელსაც თვითონვე იწევს აი მაგალითად წნევები ქონდა თუ თვითონვე იწევდა ხო გაბრალებს შენ ეს არის სიყვარული უპირობო სიყვარული ეს არ არის უპირობო სიყვარული ეს არის ტკივილიანი სიყვარული რომელშიც მეც ასე ვიყავ თავიდან ეს ყველაფერი არ ვიცოდი და რაც მასწავლეს მშობლებმა იგივეს უზიარებდი ჩემს შვილს მეც ვყვიროდი წვალობდი არ ვიყავი ჰარმონიაში არავისთან და დღევანდელმა დღემ გამახსენა ეს დავიწყე ისე ტირილი ყვირილი თავდაცვა იმიტომ რომ ჩემში არსებული ბავშვს დამახსოვრებული აქვს რომ სულ უწევდა თავდაცვა სულ იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ რადგან ადამიანები იყვნენ უსამართლონი და უსამართლო მომქცევი ადამიანი გახლავთ ტრამვირებული. ნახეთ, როდესაც ვინმე უსამართლოდ გვექცევა, ამით იმას კი არ გამოხატავს, რომ რამე პრობლემა არის ჩვენში. ამით ეს ადამიანი უბრალოდ ხას უსვამს ის ნახეთ, გამოხატავს ამ ქმედებით, რომ უდიდესი პრობლემა არის მასში. გესმით? ანუ ნახეთ, ან თვით შეგნება არა აქვს, ამასაც მიზეზები აქვს, ხო? ან დიდ სტრესში არის, ან თვითონ როგორ გითხრათ ტკივილში არის, ვიღაცა ტკენს, მარადიულ ტკივილში არის, ან შიში არიან, აი რაღაცა იცის ეშინიათ და აი ამ შიშებს თქვენთან ამ კუთხით ავლენენ. გესმით, აი თვითონაც იცავენ რაღაცისგან საკუთარ თავს, ამ უსამართლობით იცავენ საკუთარ თავს. ანუ გესმით, რამდენად ცუდად არის ადამიანი და ეს თუ არ ვიცით და ჩვენ როგორ ვიცავთ თავს, ჩვენ ის ხო უსამართლოდ რო გექცევათ, ასე იცავს საკუთარ თავს რაღაცისგან და ჩვენ რო არ გვეთკინოს, ჩვენ რო არ ვიქცნოთ არასაკმარისად, არასასურველად თავი, აი ნახეთ, როდესაც არ უსამართლოდ მეკცეოდნენ, ხო, აი მეუბნებოდნენ ჩემი დანაშაული არის ყველაფერი და ასე შემდეგ. რას ვგრძნობდი მე? ვგრძნობდი, რომ არავინ არ ვიყავ, მე ვტყოდა ხოლმე, შენ არ იცი, მე მომისმინე, მე დამიჯერე, მე მშობილიო, მე ყველაფერი შენზე უკეთესად აი ასე მეუნებოდნენ, გესმის? მე არასდროს არაფერი არ ვიცოდი, ლექსებს წერდი და დედა ჩემს უყვირდა, რომ აი საერთოდ რუსული არ ვიცოდი მაშინ ისე კარგად და ისეთ ლექსებს წერო, დედა როგორ წერსო და ატყობა გადაიწერა ვიღაც. აი მისიც კი არ წამდათ, რომ ლექსებს წერდი, თითქოს ჩემი, მე ქართულ ლექსებზე მუსიკას წერდი, მუსიკას წერს რაღაცა, ყველაფერში ეჭვებოდა ჩემში, იმიტომ რომ თავად ეჭვებოდა საკუთარ თავში. იყო ტრამვირებული. დედი დედი ადამიანი მასე ვის ესაუბრები მან სამზარეულ არ გინდა დედი მე მესმის შენი და შენ გვერდით ვარ დედი დაცული ხარ და ნახეთ გონია რომ დედა ჩემს უყვარვარ და ღმერთო ჩემო მანიპულატორი დედა ყავს გესმით არაჯანს ან ზედმეტად ზრუნველი დედა ყავს და ახრჩობს და არის დაშავებული მოკლედ გავოგოთ მაგრამ რაც თავარია მაგრამ დისტანცია თუ ადამიანს ცვლილება არ უნდა დისტანცირდეთ ნახეთ უთხრათ რომ მესმის არ მინდა ამ თემაზე საუბრის გაგრძელება არ გაქვს უფლება ასე მესაუბრო. ანუ დისტანცირდეთ, ამიტომ უნდა დავიცოთ და ჩვენ რო აღარ გავხდეთ აგრესიულები, როგორ დავიცვათ ჩვენ თავი ვუთხრათ, დავიდოთ ხელი. ნახეთ, როდესაც მიხვდებით ხოლმე რომ აი მაგალითად რომ უკვე აგრესია გემატებათ, ცივი ასე დაიდეთ, ან ცივი ხელი ან რაღაცა და ესე ნერვულ სისტემას აწყნარებს ეს ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ. რაც უფრო ნახეთ შესუნთქვა უნდა იყოს მოკლე, ამოსუნთქვა უფრო დიდი აზე წყნარდება ნერვული სისტემა, ანუ უსაფრთხოდ გრძნობს სხეული ხო ცხოველი გვაქვს. ამ ცხოველმა რომ
პატარა რო იყავით, ვერ იცავდით თქვენ თავს გესმით ვერანაირ და ამიტომ რო იზრდებით, ამ აგრესიით ვიცავთ, ამ უაზრო მტკიცებებით ვიცავთ თავს, ვერავის ვერაფერს ვერ დაუმტკიცებთ. თუ მას არ უნდა სიმართლის მოსმენა, გაგების სურვილი თუ არა აქვს, ფუჭია, ენერგიის გასვლა ხდება თქვენგან და თუ ენერგია არ გაქვთ, როგორ იქნებით რამის შემომქმედნი, ხო? აქედან გამომდინარე, თქვენ თავს უთხარით იმას გაუგეთ, რატომაც არის, არ უნდა ამ ეტაპზე შეცვლა, არა უშავს თრომობა მოუნდება. თქვენ თავს ნახეთ და უთხარით, რომ დაცული ხარ, უსაფრთხოდ ხარ, საკმარისი ხარ, მე გიცავ, არ არის აუცილებელი Это дома. დაიცვა საკუთარი თავი, ისედაც დაცული Нет, ხარ. это один раз секрет. სამართალი შენში არის. Меня ничего не говорила. გაბედნიერდი. უთხარით ეს ყოველთვის თქვენ თავს და თამიჯერთ, როდესაც თქვენში არსებული პატარა ბავშვი მართლა 1000%-იანად იგრძნობს დაცულად თავს, რომ თქვენ მის გვერდით ხართ, რომ აღარ ეტკინება. ნუ სამართლობა რა ტკენს, ხო? რო გაზრდით ამას და ემოციურად გაიზრდებით, გაზრდით თქვენში არსებობა, აღარ მოვლენ თქვენთან ესეთი ადამიანები, ან ვინც არიან, აღარ მოუნდებათ მართლად მოქცევის, ან საუბრის. ყველაფერი ხდება, რომ შეიცვალოთ უკეთესობისკენ და თუ უკვე უკეთესი ხართ, აღარ განმეორდება იგივე სიტუაციები. იმიტომ რომ თქვენში არ იქნება ტკივილი. მაგნიტივით არის. მსგავს ისიდავს. ამიტომ დღეს ვიყავი ბედნიერი. დღეს ვიყავი ესე და უცბად დავენარცხე და მადლიერი ვარ ამის და რატო? იმიტომ რომ თურმე ჩემში არსებული პატარა ბავშვი ისევ არ გრძნობდა დაცულად თავს. ისევ არ იგრძნობს თავს დაუცველად, მარტოსულად. აღარ ეგონება, რომ აი ისევ არ წამთ ჩემი, ისევ თავს მესხმიან და აღარ ეგონება, რომ აი ვერ დავიცავ ჩემ, ისევ სუსური ვარ. არ ეგონება ეს ყველაფერი. და შენ საბამისად რაც არ ეგონება, აღარ იქნება მის ცხოვრებაში, ანუ ჩვენს ცხოვრებაში. და როდესაც გვეგონება, რომ და ნახეთ, აი მე ვიყავი ჩაკეტება, არავინ არ დამეხმარება, ასე არავინ ჩემ გვერდით არ იქნება, ჩავკეტე გული და როდესაც გავხსენი და კიდე მქონია თურმე სამუშაო, ხედავთ, შეიცვალა ცხოვრება და ახლა საერთოდ უფრო მეტად გავთავისუფლდები. ამიტომ მადლიერი ვარ დღევანდელი კონფლიქტის, ჩემი ჩუბის, ღვიძლის, იმ ადამიანის მიერ თუნდაც იმ სიტყვების თუ ქმედების ეს მოხდა ჩემთვის, ჩემ შესაძლებლად. ამიტომ მადლიერი და ბედნიერი ვარ ყველაფრის.